აბა როგორ ვართ, როგორ ძალდებით, მეცა მოვიტანოთ ისა ჭიქა და ყავა გავიკეთოთ და მე იქით აივანზე გავიდეთ. ასე კი არის წამოვადუხოთ იმიტომ გამოვვრეც ხეროს ციანი ყავა დავიეწევა ნამით ხონდა ჩიჩილად ნინი გაჩიჩილად ხოდა დილა მშვიდობისა აბა როგორ გიკითხოთ მე როგორ ცხელა უკვე რა კარგი იყო რომ გვიან დაცხარა ხო მე არ მიყვარს სიცხე და მომკალით ვისაც გიყვართ სიცხე ბოთქენი წაღიდეს ხოლმე ცხელყავას ვსვავთ ამ ცხელად ხო ძალიან ჭკვიანი ხალი ვარ ჭკვიანესი რა ამ წუწუყებ ცხელად ხო თან ყავას ცხელს მაგრამ ცივ ჩაის ცხელ ჩაის ხომ სიცხეში გავიმართლეთ დავეთით ფიფიკარო მე და შენ საფხარო შეფიკარო იესეს გირებზე აი ესე თქვენ აქთან გამაგრებთ ჭუჭით ვა ფეხები მაგ აი ხატო ვარდება ისიც მინდა რომ ჩამდეს აი ეს ჭიქა ასე იგი ფეხები მაგ გასაპარსი რა ერთი დღე რო გაიპარსა მეორე დღესაც ხო გასაპარსია და შორტი იმიტომ არ მაცვია და ვიგუდები ეხლა უნდა წავიდე ყავას რო დავლებ და ერთი წუთი ახლა ერთი წუთი მოვალ ახავე რაღაცას გავაგზავნი და
ღიაზდის ქალაქს. ახალოვკის სუნი დგას აქ. გიშდები ახალოვკის სუნზე, მიყვარს აქაურობა. ეჭით რა არის, მაქითა და სკამები მინდა ვიყიდო აქ და სადგამად. ან საკადაო კაჩალკაროა. აი იქ და სადგამად ვერ გამიგია, რომელი გადავწყვი, რომელი ჯობია. ბონიტო მოვიდა ჩემთან და აქ დაწვა. თქვენ ვერ ხედავთ მზეში. ამ სიცხეშიც კი მზეში წვება ღმერთო. რომ აკეთებ ამდე და ფეთქებულს. აი მე ცხელა ხალხ. ცხელა. აი მართლა არ ვიცი წელს ზღვაზე წასვლაზე ძალიან ისეთი ის მაქვს გაორებული და ძალიან ისეთი ის რა. არ ვიცი შევძლებ თუ არა. ხოდა მაგრამ არ ვიცი ხალხო რა ვქნა. ახლა 200 ლარი და მეტი თუ იქნება ვერანაირად ვერ გადავიხდი. ამდენი ვართ და ჩვენ 3 დღით და 5 დღით ვერ წავალთ ფიზიკურად, იმიტომ რომ წასვლა-წამოსვლაზე ისე იღლება კაცი, რომ 1-10-15 დღე მაინც უნდა წახვიდე. ხო და ფასები არ ვიცი, რაღაცა კატასტროფა ფასებია, ვერც ვნახულობ ვერაფერს. პლიუს არ მაქვს ფული ჯერ და აგვისტოს დასაწყისიდან კიდე რა ვიცი, ალბათ საერთოდ ჯირუხეთი დაიწყება იქ და ვაფშე არ ვიცი რა ვქნა, იმასაც კი ვფიქრობ, იქნებ საერთოდ არ წავიდეთ ქოწელს. მართლა არ ვიცი რა ვქნა. თქვენ სად ისვენებთ დაწერეთ კომენტარებში. ნუ ვისაც სოფელი აქვს, სოფელს არ ვგულისხმობ. ანუ სხვა ვინც ისე მიდის ქირით. ბონდა და არ გცხელა იქ რო დაჟექი. თვალებს ვერ ახელ იმისგან, ხო ხედავ, აი აქეთ გადმოდი ჭრდილში. ამას დაძვრა ისინი დამაგრებული რითაც იყო და უნდა ვაყიდინო იკას ხამუტები და ისევ გავაკეთებინო, თორე სულ მომძვრალი აქვს. მიყვარს აქ ჯდომა, აი ეს ხედი მიყვარს. ალბათ ზედა სართული რო იყოს კიდე უფრო ლამაზი იქნებოდა. აი ეს კარგი. Ponichka uqas დედას ძალიან გადამეჯდა კალთაში, სხვა რამე მეცვა და ისეც ვაბეწვი. ესე იგი მთელი ბეწვი მე მქონდა მოფენილი ზედ. მოდი დედიკო. მოდი დედასთან, მოდი. ოხო, ჩემი ანგელოსი. ჩემი უწკიანესი, ჩემი კუდუნა, ეს არის ჩემი კუდი. ჩემი პატარა კუდი. ვიმე როგორი ცხელი აქვს სულელი თავი მზეში იცდა. ჭიშიც და ბრაკნას მექსიკის შვილია უყარს სიტყვა. უყარს სიტყვა კანადაში ისწავლა შესვლა პირველ სართულზე და იქ იცინებს გადასავით. ხო დედიკო, ვიმე მიყვარს მე თუ. ჩემი კატა საბოლოოდ გამოკეთდა. სულ კარგად არის, პირსაც ყურავს, რაღაც გასიება აღარ აქვს, რაღაც დორბლი არ ჩამოსდის. დედამ გამოაკეთა. ხო. ის ჟელები ვუყიდე, წამალი მივეცი ალერგიისაც ანტიბიოტიკიც, რაც მითხრეს ყველაფერი, რამდენიც მითხრეს. ხო და რავი, მშვენივრად არის გუშინ კიდე 2 კრაზანა შემოფრინდა საძინებელში. არ ვიცი რანაირად, მაგრამ ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები, არ ვიცი რას დაკმიანობდნენ. ხო და ის ოთახში შემოვარდნენ, თავზე დამტრიალებდნენ, მე ავდექი ავიღე პირსახოცი, ავიღე ჩემი ჩუსტი, ცალხერში ჩუსტი, მეორში პირსახოცი და ვცდილობ რომ ფანჯრიდან გავყარო და ამ დროს შემოვიდა კატა და დაუწყო დევნა და მეთქი ვაიმე, ეხა თუ აი ეს კატა
თანჯერაზე დაჭდა და იქ იმდოდა დაეჭირა და მერქი ამან თუ ეს დაიჭირა და ეს ორმა კიდე უკბინა პირში, всё, აწირაღა გადაარჩენს მაგას ხო და კი ვარ თოკო, მოდი, წაიყვანე შენი კატა თოკო და თონიკეს მე ძინავს ამ დროს და ესე გამოვარდა მძინარე ნახევრად ტაცა კატას ხერი. მე გავაგში ეს კრაზანები და ასე სხვათა შორის თბილისში ყოფნა ზაფხულში თურმე ძალიან მშვიდი და კარგია მომწონს. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ უკვე ავტანლად ცხელა და ჩვენ სახლში ძალიან ცხელა. მოსკოვის გამზირზე საერთოდ არ ცხელოდა. პირველი სართული იყო და რავი ჩრდილში იყო და საერთოდ არ ცხელოდა. აქ ჭერი ხო ხისაა და რო დააჭერს როგორც პარნოი ეგეთია. სამი დღის წინ გააკეთებული ვიდეო გადაღებული ვიდეო ვერ გავაკეთე, რომ დამედო და კიდე ახალს ვიღებ. რაოდი და გენაცა ლოშდე და მიკალკალ. ბანახო თქვენი კომენტარები. აუ ინტერნეტს არ იჭერს აქ. ოპას იჭერს. მიდი დაიჭერნი. აუ კიან უნდა გავაზიარო მაშინ იმ ტელეფონიდან და ვერ გავაზიარებ, იმიტომ რომ ისა მაშინ უნდა გამოვხტო და არ მინდა რომ გამოვხტო, მეზარება რომ გამოვხტო. სხვა სამ Wi-Fi-ს იჭერს ჩემსას არა. მიდი, ჰა. вообще არა. ოკეი. ხოდა ეს ჩემი სამუშაო კუთხე მოვიწყე. ანუ იქ მაგიდა ერთი MacBook-ი რო ვიყიდე, ხო სამუშაოდ, სუფთად სამუშაოდ. და ჩემი ძველი დამტრეული ლეპტოპი რომ მქონდა ისიც ხო მაგ. იქ გვერდზე მოვდე და ვუყურე 3 სერიას დრაკონთა სახლის. ვაიმე რა ბედნიერი ვიყავი. რაც მუშაობა დავიწყე ესე 3-გან, ხო 3-ია. 3. რაც მუშაობა ესე 3 ადგილას დავიწყე, მას მერე არაფერი აღარ მინახია და ანუ ჩემი თავისთვის დრო, ანუ მე რაც მიყვარს წიგნის კითხვა, სერიალის ღურება, დრო უბრალოდ ჩემი თავისთვის არ მქონდა და ვამჩნევდი რომ ძალიან გაღიზიანებული ვიყავი სულ. მე ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია დრო ჩემ თავთან და ჩემი თავისთვის. ჩაღრმავებები, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, წიგნის წაკითხვა, იმ რაღაცის ყურება, რაც მიყვარს, გასეირნება და ეგეთი, ანუ დრო საკუთარი თავისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეგ რო აღარ მქონდა, ანუ ძალიან იმოქმედა განწყობა. თან ახლა წარმოიდგინეთ, დილას ადრე 7-ზე 8-ზე რო დგები და ღამე 3-ზე იძინებ სისტემატიურად, დავიღალე, დამიკროვდა ეს დაღლილობაც და პლუს ეს ემოციური კუთხეც ადამიანთან მუშაობა არის ყველაზე რთული და რთულია იცით რა რომ შეინარჩუნო შენი თავი. აი სულ მიგვირდა ხოლმე რომ ექიმებს რო ვუყურებდი, კარგი ექიმები ვინც იყვნენ, ან ნებისმიერი კარგი სპეციალისტი, ვისთანაც ბევრი ადამიანი ყოველდღურად მიდიოდა და რომ მინახავს წლების მერე ეს ადამიანები ისეთი გაუხეშებულები არიან ხოლმე და სულ ამბობდი ხოლმე რომ აი რატო უნდა გაუხეშდე ესეთი, რატო უნდა გახდე და არასდროს არ მესმოდა, სულ მიგვირდა და ფიქრობდი რომ აი ცუდი ადამიანია და ფულმა გააფუჭა. ხო და სინამდვილეში თუ გამოავლინე, რა ვიცი და სინამდვილეში ახლა ვხედავ იმას, რომ ძალიან რთულია, როცა ბევრ ადამიანთან ყოველდღე გაქვს შეხება და ურთიერთობა, დარჩე შენ თავად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, ანუ ადამიანთა უმეტესობა კი არ არის სავსე სიკეთით და სიყვარულით, ადამიანთა უმეტესობა სავსეა პრეტენზიებით, ნეგატივით, ანუ ყველაფრის ხვაზე გადაბრალების სურვილით, საერთოდ არაფერი დაგიშოვება და უკვე რო ცუდად გელაპარაკება, იმიტომ რომ მაგალითად, ანუ ამას შევხვდი კიდე, რომ
ერთი ადამიანი იყო, რომელიც იწერებოდა იქ, სადაც ოპერატორიც მე ვარ და უფროსიც მე ვარ, მაგრამ მას მე მხოლოდ ოპერატორი ვეგონე და ისეთი შეურაცხყოფები მომაყენა და ისე მესაუბრა. ეხლა არ იყო 1-3-4 თვის წინ იყო. თან მიცნობს, შეიძლება ჩემი მაყურებელიც არის YouTube-ზე. ну TikTok-ზე არის და შეიძლება YouTube-ზეც არ ვიცი და ანუ ეს ისეთი ცუდი ტონით და ისე მელაპარაკა, როგორც ოპერატორს. მე ჩემთან გადმოვიდა ჩემ პირად გვერდზე და იქ ძალიან მოთაფლულად მე მელაპარაკა, რომ რაღაცა და არ იცოდა, რომ იქაც მივიხავი და იქაც. ხო და დავაკვირდი მაგას, რომ ანუ ადამიანები სხვა ადამიანებს ცუდად ექცევიან თუ თვლიან, რომ ის ადამიანი ქვედარგოლია. და ძალიან გული გამიტეხა ამან, იმიტომ რომ მე ეგეთი ადამიანი არ ვარ და ჩემს წარმოუდგენელია ადამიანს ცუდად მოვექცე, იმიტომ რომ მაგალითად ის ოპერატორია და ვიღაცას კარგად მოვექცე, იმიტომ რომ ის მენეჯერია სიტყვაზე, ხო, ანუ არ ვიცი. ჩემთვის მართლა წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა. ხო. მაგრამ ვნახე ეგ ასევე ვნახე ის, რომ სრულ შენ რაც უნდა ბევრი სცადო, რაც უნდა ბევრი მოინდომო, რაც უნდა თან გადაყვე ადამიანთა უმეტესობა მაინც ყოველთვის ყველაფერს უკმაყოფილოა. ზოგადად თავის ცხოვრებით არიან უკმაყოფილო, მაგრამ იქ არაფრის შეცვლა და გაკეთება არ უნდათ და ანუ სხვაზე უნდათ რომ ხელი შეაწმინდონ რა. ხო და ანუ ამ ყველაფერს ყოველდღე რო ხვდები და ამ რა ვიცი, უაზრო უმიზნო პრეტენზიებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე შენს ანუ როცა დიდხანს იყურები უბსკროლში, მე უბსკროლი იხედება შენში, ხო არის გამოთქმა რა. მე შენს ხდები რაღაც სხვანაირი ხდები მოკლედ რა. და ეს ძალიან ცუდია, სხვა შეიძლება ძალიან ცუდია და მე ზუსტად იმითში რომ დავიბრუნე ჩემი რუტინები, უნდა დავიბრუნე ჩემი ვლოგები, რომელიც უზომოდ მიყვარს, რაც უნდა დაკავებული ვიყო. უნდა წავიკითხო გუშინ მკითხულობდი გამოვიღე ჩემი საყვარელი წიგნი სამი მეგობარი და დავიწყე მაგის კითხვა. და ეგ წიგნი როგორია იცი, სადაც არ უნდა გადავშალო და სადაც არ უნდა დავიწყო კითხვა, ანუ სულ ერთია, იმიტომ რომ ზეპირად ვიცი და უზომოდ მიყვარს, ძალიან მიყვარს. ხო. რემარკი არ არის უძლიერესი სიმწერალი, მაგრამ მე ძალიან მიყვარს მისი წერის სტილი და ის მისი შიგჩაქსოვილი სევდა და სილამაზე და ტკივილი და რა ვიცი ყველაფერი ერთად მოკლედ, ხო და მინდა რომ აქ მოვაწო გარემო, თუნდაც ერთი კუთხე მაინც იგიძლია ისე ჩახლამა, რომ საერთოდ ვერ გაივლი და ვერ შეხედავ და აქეთ არის დარჩენილი და სანამ მაქავრობასაც ავსებს. მინდა რომ რაღაცა ისეთი დავდგა, რომ აი შეიძლება ეს გამოსვლა, დაჯდომა, ესე უბრალოდ როცა ანუ როგორ ისიც მზეს როცა იქით არ არის აქეთ არის როცა აქეთ არის იქით არ არის ორი აივანია და ორი აივანზე რომ შეიძლებაოდეს ყოფნა და დატკბობა ორი აივნით რა. ხო. ხო და მოკლედ რავი. ეგრე წიგნის საკითხვა სერიალის ყურება, გასეირნება, ჩემთან დარჩენა, თქვენთან ყოფნა, თქვენთვის გაზიარება ჩემი ემოციების. არ მე მინდა არა, მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი თავი უნდა შევინარჩუნო და მე არ გავხდე ანუ ადამიანებს იცი რა როცა ძალიან უხეშად და უზდელოად გელაპარაკებიან, მე შენს გინდა რომ უხეშად და უზდელოად დაელაპარაკო. თუ არა და ეს ნეგატივი მე შენში დაგროვებას იწყებს. და თან პასუხიც უნდა გასცე, რომ ეს გულში არ დაგრჩეს, თან პირადულადაც არ უნდა მიიღო და თან კიდე არც უნდა ეუხეშო და ანუ მათთან ირი არ უნდა გახდე და ეს არის რთულია, ანუ ძალიან რთულია და ერთი დიდი ჩელენჯია რა. მაგრამ მე ვიცი რომ მე ამას გადავივლი. ოღონ 75 ძალიან მეცნიერება ხომ რაღაცა 75 დღიანი ჩელენჯები რო აქვთ, იმიტომ რომ hard მე კი hard ჩელენჯები მაქვს ყველა ცხოვრებისეული. ხო, კიდე ერთი მომენტი ვმუშაობ ძალიან ჩემ თავთან ემოციურ კვებაზე, იცით თქვენ და ისიცით უკვე რომ მე დიდი ხანია ბევრს აღარ ვჭამ, მეტყობა კიდევაც ზედ. ხო, ზედმეტს აღარ ვჭამ, თუნდაც არც ემოციების გამო არც ასე არც ისე, ანუ ზედმეტს არ ვჭამ, მაგრამ რასაც ვჭამ, იმასაც ხშირად ვჭამდი ემოციების გამო და გადავწყვიტე ეს ახალი ჩელენჯი კიდე. გადავწყვიტე და ესეც ცხოვრებისეული ეს არ არის 75 დღიანი. გადავწყვიტე რომ ეგეთი რაღაცა გავაკეთო, რომ ის არ ვჭამო არასდროს ემოციების საპასუხოდ, აი არასდროს როგორც არ უნდა მტკიოდეს, ცუდად გრძნობდე თავს. არ ვიცი თუ გაგიგიათ ნარკომანებისგან, ალკოჰოლიკებისგან, ვინც ეწევა მაგათგან.
ან რაღაცა შინაგანი ტკივილია, რომელიც გინდა რომ გაიყუჩო და მიჩვეული ხარ ამას. მე ბავშვობაში როცა დედაჩემი გარდაიცვალა და მე იმდენად პატარა ვიყავი რომ უბრალოდ არ ვიცოდი ტკივილს როგორ გამკლავებოდი, მაშინ ჩემმა თავმა ამ ტკივილის დათრგუნვა ისწავლა და იმ დროიდან მოყოლებული წარმატებით ვანხორციელებდი მაგას. ხო და ეხლა აღარ მინდა ეგ, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ძალიან ინტენსიური გრძნობები, ანუ მე ვარ ადამიანი ძალიან მგრძნობიარე, ანუ მე არ ვარ ისეთი, ნახეთ, ყველა სხვადასხვანაირია, ყველას თავისი სიღრმე აქვს, მე ძალიან ღრმა დონეზე ვგრძნობ ტკივილს, სიხარულს, ყველა ემოციას, ანუ ჩემი ყველა ემოცია არის ძალიან ღრმა და ძალიან მძაფრი. და როცა მე მათ ვთრგუნავ, მე ეს ცუდად ვხდის. ანუ რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნახეთ, ერთის მხრივ ვთრგუნავ, იმიტომ რომ გავუძლო და მეორეს მხრივ რომ ვთრგუნავ, ცუდად მხდის ეს, ანუ ჩემ თავს მაკარგვინებს. ამიტომ დაქიან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, რომ გავუძლო ჩემი ტკივილის ინტენსივობას, მანამ სანამ ეს არ გახდება ჩემთვის ჩვეული. და რა თქმა უნდა, არა მხოლოდ გაუძლო, არამედ დავრჩე მასში, ვიცხოვრო ის და გავიარო მასში. ანუ, როცა ტკივილთან რჩები, მას თვალს უსწორებ, არ გაურბიხარ, ის გადის. როგორც არ უნდა ტკივილი იყოს. უბრალოდ რომ უნდა. და ეს რთულია და ეს ტკივნეულია. მით უმეტეს, როცა ამდენ რაღაც საკეთებ, რთული და სამტკივნეულია, მაგრამ მე რის ნინი ვარ, რომ ხლა ეგ არ გავაკეთო და მაგის გაკეთება დავიწყე კიდე. ეს რამდენიმე დღეა. რთულია. მაგრამ არასდროს არ ვყოფილ ვარ აქამდე ბავშვობის მერე ისეთი მე როგორი მე ეხლა ვარ. და ეს ისეთ სასიამოვნოა, აი არაფერი ამას არ შეეძრება, პროსტა არაფერი. გავიოფლე, ღვარად ჩამომდი სოფლი, რამეს არაფანები არ მაქვს სახლისთვის. კაბები არ მიყვარს, არ ვარ კაბების ქალი, მაგრამ ისე ძალიან ცხელა ეხლა, რომ რამეს არაფანი მინდა მქონდეს, ესე აქედან გაშვებული მოხზე ესე სახლისთვის თუნდაც ბრეტელი ან თუნდაც უბრეტელ 1 2 3 რამე ისეთი ნაჭრის სამნა ვიყიდო არც ვიცი ალბათ მეორადებში იმიტომ რომ აი მართლა ძალიან საშინლად ცხელა აუტალად ხოდა ეხაც გაგანია ისეთ პერიოდი როცა აქეთ იქიდან ყველა მწერს და მე დავჯექი იმიტომ რომ მინდა და ვლოგი გადამეღო თქვენთან ერთად და ეს ძალიან მშვენიერი რამ არის რაც მე დღეს გავაკეთე და ასევე იქ უნდა წავიყვანო და ანაკ მაგიდეს კამბი ვაყიდინო და ან კიდე ის გაჩალკა იქ და სთქმელი და არ ვიცი რომელი მართლა არ ვიცი რომელი ხოდა იქ მიყვარხართ ძალიან ჩემი გული ხართ ხმერცო რა ლამაზია სიცოცხლე აი არ ვიცი გარეთ რო გავდივარ კიფცები ყოველ ჯერზე როცა გარეთ გავდივარ უყურებ ხეებს, ცას, ღრუბელს, მიწას, ბალახს გადამწვარს, დავდივარ ამ მიწას და ვფიქრობ, მერდ, რა სილამაზეა. ანუ არ ვიცი ამ ქვეყნად ასე რა ამხიბლავს კიდე, როგორც ეს ბუნება და მის სილამაზე. ხარი მოამბრახუნან ხარ. ოკ, წავიდეთ. ოკიდოკი. წავიდეთ. კაფენილია მინიოდ გაის სკაჩალკა აქა ისაც ვერ გაიგლის თემბავი აქვს вообще მოწერი გაიასია მეფცველი აი მე ჩემი პოლიცკა სახში კრივა აქეთ კრივა ეხლა იქით არის სიცხე აქეთ კრივა ხო კარგი ღმერთს კოსნიაკმა დაუფე ხაკაი ხაკეთ მეთრაკაია შენი დაიკიდეთ უკვე დავიღალე ჯერ არ გათენებულა და უკვე დავიღალე ანუ ვლოგის გადაღებით არა აქამდე რაც გავაკეთე მაგით ხა მე დაიჭირება
რაღაც ჩემსაც არ იჭერს, ყველას ინტერნეტს იჭერს ჩემს გარდა. აკი. გვიშველა. შხილები განადგურებული მაგ. საყვარელო ნინი, ეთერის კომენტარს დავიკითხავ. მოზომად რომ მიყვარხარ ეს უკვე იცი. ჩემი შვილების ასაკის ხარ დღევანდელი ვიდეოს, როგორც სხვა მრავალი ვიდეო შენს ახსე განსაკუთრებით გულზე მალამოდ მომედო. შენ ხარ ახალგაზრდა დედა 3 გარჩეულებრივად გაზრდილი და აღზრდილი შვილის გონიერიზე შეგნების და ყველასგან გამორჩეული არა მარტო ამ პლატფორმაზე, არამედ სამყაროში. შენნაირი სუფთა გულის განსაკუთრებული გულწრფელი და თვითმყოფადი ადამიანი ბევრი არ არის, ამიტომაც შეგიყვარმა ამდენმა კეთილის სულმა მაყურებელმა და მათ შორის ვარ მეც. მიყვარხარ და მიყვარს შენი ტკბილი ოჯახი. გილოცავ როგორც დედა შეუძლია შვილი და აუცილებლად მოერწყო. უღრმესი მადლობა ძვირფასო. აი ამაზე დიდებულს რას წავიკითხავდი. ან ადამიანი რას მისურვებდა, რა ბედნიერება არის. ბედნიერი ვარ თქვენით. უზომოდ. მარიამო ნიგი როცა არ შენი კარგი ბიჭის დღესო მადლობა. როგორ მომენატრდილი სლოგებიო. ეს იმას ვქნათ და კარგით. აბა, დამილაიქეთ ვიდეო. უყურეთ ბოლომდე. მიყვარხართ კოცნით დროებით. ჩემო ძირფასებო. კაბაც ხოვრავთ. დანი ვიკათავი.